მარნეული იყო ის რეგიონი, სადაც ერთ-ერთი საარჩევნო უბნის შედეგები მომხდარი ინციდენტის გამო გაუქმდა. ოპოზიციის განცხადებით ადგილი ჰქონდა ბიულეტენების ჩაყრას, თუმცა საკუთარ ბრალეულობას კატეგორიულად გამორიცხავს ქართული ოცნება. მარნეულიდან ბოლო ინფორმაციას ბელა ზაქაიძე მოგვაწვდის. ბელა, გისმენთ. მარნეულში ახლა მშვიდი სიტუაცია, ყველა საარჩევნო უბნის მონაცემი დაჯამებულია და გადაგზავნილია საოლქო საარჩევნო კომისიაში. ცოტა ხნის წინ ვესაუბრეთ საოლქო კომისიის თავმჯდომარეს ლელა ქრისტესიაშვილს, როგორც მან განაცხადა, ამ დროისათვის არსებული მონაცემებით 80%-ით ქართული ოცნება ლიდერობს მარნეულში. მისი განცხადებით 33 საჩივარია შესული ოლქში. ძირითადად პროცედურულ დარღვევებს ეხება ეს საჩივრები და არჩევნების საერთო შედეგებზე გავლენას ვერ მოახდენს. რაც შეეხება აქტივობას, მისი განცხადებით 43%-იანი აქტივობა იყო მარნეულში, რაც ნორმალური მაჩვენებელია. ჩვენ დავუკავშირდით პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებსაც, როგორც ქართული ოცნების დელეგატობის კანდიდატმა ზაურ დარგალმა განაცხადა, ეს არის ისტორიული შედეგი. მარნეულში ქართულ ოცნებას ასეთი მაღალი პროცენტი არ ქონია მისი განცხადებით და ორი გარემოებით ახსნა. როგორც მან განაცხადა, ქართულმა ოცნებამ ინფრასტრუქტურული პროექტები განახორციელა მარნეულში და ეს შედეგი ასევე დაუკავშირა ქართული ოცნების მშვიდობის პოლიტიკას. ოპოზიციონერებთანაც უცადეთ დაკავშირება, თუმცა ისინი ნაწილი სატელეფონო ზარებს არ პასუხობენ, ნაწილი კი როგორც ისინი აცხადებენ, კომენტარს ვერ ახერხებენ. ჩვენ შეგვიძლია საოლქოს თავმჯდომარის კომენტარი და ზაურ დარგალის კომენტარი მოვისმინოთ. აქტივობა იყო დაახლოებით 43%, რაც ამორჩეველთა რაოდენობაში გამოიხატება 43878 ადამიანში. აქტივობას რაც შეეხება სუბიექტების მიხედვით დაახლოებით 80%-ით ლიდერობს 41 ნომერი კანდიდატი ამ შემთხვევაში. ინციდენტების გარეშე ჩაიარა თუ არ ჩავთვლით 79 საარჩევნო უბანს, რასთან დაკავშირებითაც მყისიერი რეაქცია ჰქონდა საოლქო საარჩევნო კომისიასაც და ცენტრალურ საარჩევნო კომისიასაც. მოგეხსენებათ, აღნიშნულ უბანზე შევწყვიტეთ კენჭისყრის პროცესი და შედეგები გავაბათილეთ საოლქო საარჩევნო კომისიის სხდომის გადაწყვეტილებით. პროცედურულ დარღვევებს ეხება ეს საჩივრები ძირითადად. მაგალითისთვის კონკრეტული ფუნქცია ვერ შეასრულა რომელიმე კომისიის რომელიმე წევრმა, მაგალითისთვის ნაკადის მარეგულირებელმა რეგისტრატორმა. ამ ეტაპისთვის მსგავსი ხასიათის საჩივარი, რომელმაც შეიძლება შედეგების ცვლილებაზე იქონიოს ზეგავლენა, ამ ეტაპისთვის არ გვაქვს. ეს არის ისტორიული შედეგი ნამდვილადაც, თან იცით რომ უმეტეს უბნებზე ელექტრონული არჩევნები ტარდებოდა. გუშინ სხვადასხვა პროვოკაციები იყო, ოპოზიცია ცდილობდა პროვოკაციული გზებით თავისი ესე ვთქვათ fake ფონი შექმნან მარნეულში არჩევნების მიმდინარეობასთან დაკავშირებით, თუმცა მარნეულში არჩევნები დემოკრატიულ მშვიდ გარემოში ჩატარდა. მოსახლეობამ გააკეთა თავისი არჩევანი ქვეყნის განვითარების მიმართ, მშვიდობის მიმართ და მე მადლობა მინდა გადაუხადო ყველა მომრჩეველს გამოცხადებული ნდობისთვის. მარნეულში 101,000-ზე მეტი ამომრჩეველია, როგორც უკვე გითხარით, 43%-მა მიიღო არჩევნებში მონაწილეობა. 81 საარჩევნო უბანია, 41 საარჩევნო უბანში არჩევნები ჩატარდა ელექტრონულად, ხოლო 40-ში ძველი წესით აქედან ერთი უბანი ბიულეტენების ჩაყრის გამო გაუქმდა და გამოძიებაა დაწყებული. მადლობა, ბელა ზაქაიძე საუბრობდა მარნეულიდან პირდაპირ ეთერში.